9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ ლელომ ევროკავშირის მიერ განსაზღვრული ვალდებულებების შესასრულებლად საკუთარი ხედვა წარადგინა. პარტიის გეგმა შემდეგ კონკრეტულ ღონისძიებებს მოიცავს. რუსული პროპაგანდისტული საინფორმაციო არხებისა და რუსული ფონდების საქმიანობის აკრძალვას, ტროლების ქარხნის მუშაობის სქემის გამოძიებას, სპეციალური მუდმივ მოქმედი საპარლამენტო კომისიის შექმნას, მედია წიგნიერების სავალდებულო სასკოლო საგნად დანერგვას, მჭიდრო თანამშრომლობის დამყარებას ევროკავშირის შესაბამის უწყებებთან, სპეციალიზირებულ სააგენტოებთან და სხვა. ლელოში განმარტავენ, რომ დოკუმენტი გულისხმობს ევროკავშირის სანქციებთან მიერთებას რუსეთის წინააღმდეგ და საქართველოს დაცვის აქტის მიღებას რუსეთთან პირდაპირ ფრენების აკრძალვის შესახებ. არ არის, რა თქმა უნდა, რეალისტური მოლოდინი იმის შესახებ, რომ რუსი ოლიგარქის პარტია დეოლიგარქიზაციას მოახდენს. არ არის, რა თქმა უნდა, რეალისტური მოლოდინი იმის შესახებ, რომ პოლიტიკური ძალა, რომელიც დგას კორუფციულ გარიგებაზე და სისტემურ კორუფციაზე, შექმნის კორუფციასთან რეალურ ეფექტურ ბრძოლას. გულწრფელები რომ ვიყოთ, ეს არ არის განსაკუთრებით რთულად გასატარებელი რეფორმები, როცა გინდა მათი გატარება, მაგრამ როცა გინდა ემსახურო რუსეთს და არა ამ ქვეყანას, როგორც ამას ქართული ოცნება აკეთებს. მაშინ, რა თქმა უნდა, შექმნი კომისიების კომისიებს, ქვეკომისიებს, რომ როგორმე შეაფერხო რეფორმა. ჩვენ მეჩვენთ უნდა გადაიდგას ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები დეპოლარიზაციის და დეოლიგარქიზაციის კუთხით, ეს გულისხმობს სისტემურ რეფორმებს, ისეთი ტიპის რეფორმებს, რომელიც რეალურად ამ ქვეყანაში არა სახელებზე და გვარებზე, არამედ სისტემის ფუნდამენტურ გარდაქმნაზე იქნება ორიენტირებული, იმიტომ რომ ლელოს მიზანია ქართული სახელმწიფოს გაჯანსაღება, მისი ევროპეიზაცია.